ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი რობერტ დუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ლუჩიანმა დიუვალმა გაავრცელა. გუშინ ჩემს საყვარელ მეუღლეს, ძვირფას მეგობარსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს დავემშვიდობეთ. ბობი სახლში სიყვარულითა და კომფორტით გარშემორტყმულ გარემოში გარდაიცვალა. მსოფლიოსთვის ის იყო ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი, მთხრობელი, ჩემთვის კი ის უბრალოდ ყველაფერი იყო. ბობმა თითოეული როლისთვის და ამ პერსონაჟების განსახიერებისთვის ყველაფერი გაიღო. მან ყველას რაღაც სამუდამო და დაუვიწყარი დაგვიტოვა მადლობას გიხდით წლების განმავლობაში ბობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ დროსა და პირად სივრცეს გვითმობთ, რომ იგი გავიხსენოთ და პატივი ვცეთ. რობერტ დიუვალს ხანგრძლივი, არაპროგნოზირებადი და განსაკუთრებით წარმატებული კარიერა ჰქონდა. ასრულებდა როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან როლებს. მისი სადებიუტო ფილმი 1962 წელს გამოშვებული ნუ მოჰყავ ჯაფარას იყო, რომელშიც მან ბუ რედლის როლი შეასრულა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რობერტ დიუვალმა 240-ზე მეტ ფილმში ითამაშა და გამორჩეული პერსონაჟების გალერეა შექმნა. Victory. 1983 წლის ფილმში ნაზი გულკეთილობა საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ოსკარი დაიმსახურა. მან ასევე მოიპოვა 4 ოქროს გლობუსი, მათ შორის ერთი 1989 წლის მინისერიალში მარტოსული მტრედი, სადაც პირუტყვის ფილოსოფოსი მწყემსის როლი შეასრულა. როგორც თავად ამბობდა, მისთვის ეს ყველაზე საყვარელი როლი იყო. რობერტ დიუვალი გამორჩეული იყო 1972 წლის საკულტო ფილმში ნათლია, რომელშიც მან ვიტო კორლეონეს მრჩეველი, ტომ ჰეიგენი განასახიერა. ამ როლისთვის ოსკარზეც წარადგინეს, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მაღალბიუჯეტური ფილმების პარალელურად, რობერტ დიუვალი ხშირად შედარებით მცირე მასშტაბის კერძო პროექტებზეც მუშაობდა. როგორც რეჟისორმა, მან დოკუმენტური ფილმები გადაიღო, მათ შორის ფილმი ბოშების შესახებ, ანჯელო ჩემო სიყვარულო, ამერიკელი ოჯახის შესახებ, ჩვენ არ ვართ ჯეტ-სეტი და არგენტინულ ცეკვა ტანგოზე, კვლელობის ტანგო, რომელშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა.